მოგესალმებით, მიესალმები მაყურებელს. ქალბატონო ინგა, ეს არის ნაცადი მეთოდი, ეს არის რუსული პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი, როგორც ისინი იქცევენ, ისინი მუდმივად ასე იქცევიან და მე გეტყვით რატომ იქცევიან ასე. კონკრეტული ადამიანების ფოტოები მაქვს წამოღებული, რომელიც აი ამ რამდენიმე თვის განმავლობაში სასტიკად არიან ნაცემები და მე მინდა მაყურებელმა ნახოს, აი ამ კონკრეტული ახალგაზრდის ცემის გამო თუ არის ვინმე დასჯილი ძალიან ისე მკაცრად საუბრობდა, ხო? თიაწულუკიანი რომ რაღაცა ცეს ნუ ეთამაშებით. მე მაინტერესებთ აი ამ ადამიანების ჯანმრთელობას, რომელიც დაასახიჩერს, ხო? პირდაპირ თქვა და არ ვიცი ძალიან ბევრს ალბათ ეს გათიშულს წიხლებს ძალიან ბევრს ძალიან მთელი ცხოვრება დარჩება ეს ტკივილი, ეს გოგონა მაგალითად, როცა გვასწავლიდნენ რომ ქალი ქალია და კაცი კაცია და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ქალი ქალია და კაცი კაცია და ამ დროს აი ქალბატონზე მაგალითად როგორი ფიზიკური ანგარიშწორებაა, ხო? აი ამ ახალგაზრდებზე, რომელზეც არ არსებობს პასუხი, ხო? ამ თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ასეთი ასობით ნაწამები დასახიჩრებული ადამიანი. მინდა რომ ეხლა აქ რა ფოტოებიც მაქვს, ხა ეს არის ალბათ ზღვაში წვეთი, რასაც ქვია. წამოღებული მაქვს და მე მინდა ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებს, მათ ოჯახის წევრებს მივმართო, რომ ხომ ხართ თქვენ ქართველები და ხომ გინდათ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. ესეთი საქართველო გინდათ, სადაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება ფიზიკურად და ამ ხნის განმავლობაში არავინ რო დასჯილი არის. აი ეს თვალი ნახეთ, აი ამ ახალგაზრდის თვალი რამ მდგომარეობაშია. აი ამ ეს ადამიანი. აი ამის შემოქმედი ხალხი ჯალათები მართლა რუსული ხელწერით ინგა ეს არ არის შემთხვევითი, როცა ადამიანებს ასე ფიზიკურად უსწორდებიან. ფიზიკურად უსახიჩრებენ ასე ვთქვათ სახიზულებს თავის არეში ურტყამენ იმისთვის რომ მათ რაღაცა მძიმე ტვინის შერყევა ქონდეთ საბოლოო ჯამში შემდეგ მათ ჯანმრთელობაზე აისახოს ეს არის ასე ვთქვათ რუსული დავალების შედეგად გაკეთებული და მოდი პირდაპირ ვთქვათ რომ ამ ყველაფერს სუსის ხელმძღვანელი ლილუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაურთან ერთად რომელიც მაგნიტსკის სიაშია ასე ვთქვათ FSB-ს აგენტურასთან ერთად აკეთებს ეხლა ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში როცა საუბრობთ ესენი რუსები არიან კარგით ეხლა არც ისე რუსები არ არიან ეხა ესე. კარგით ეხა რა რუსული აგენტურა და ამასობაში აღმოაჩენ თქვენ რომ მათი მმართველობის პირობებში 13 წლის განმავლობაში 12-13 წლის განმავლობაში არც ერთი რუსის ჯაშუში არ არის დაჭერილი. ანუ საქართველოს ხელისუფლებას რომელიც ასე ვთქვათ რუსეთის დაზვის სპეცსამსახურები სხვადასხვა ყველა ქვეყანაში მუშაობენ აგენტურულ ქსელს აგებენ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მით უმეტეს ჩვენ ქვეყანასაც კონკრეტული ინტერესები აქვს ოკუპაციას ახდენენ და დარწმუნებული ვარ რომ ეს აგენტების ზღვა არის ხო? ოღონდ რატომ არ იჭერენ ამ აგენტებს? თავად არიან ხელისუფლებაში მოკალათებული. ხო ბიძინა ივანიშვილი თავის თავს ხომ არ დაიჭერს, ან გომელაური თავის თავს ხომ არ დაიჭერს, მისმა მოადგილემ ამხილა რომ ესო გენერლები ჩამოყავდა რაღაცა ხაჭაპურებს აჭმედა. ჩუმად აკეთებდა, მე ეს ხო არ უთქვამს ოპოზიციას ან არასამთავრობო ორგანიზაციას. მისმა მოადგილემ თქვა, ამიტომ ჩვენ ამას სერიოზულად არ უყურებდით. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ჩვენ ამას არ შევხედეთ თავის დროზე. სერიოზულად არ უყურებდით, მაგრამ აი ახლა გეუბნებია, რომ დასჯადია, მე შენ დაგიბარებ ამ კომისიაზე და თუ შენ არ მოდიხარ, მაშინ შენ ცეცხლს ნუ ეთამაშებ. სასჯელი არ აქცდება. და იმასაც გეტყვით ხოთა შორის რომ მე მესმის ეთერებში რომ აი რაღაცნაირად რომ ჩვენ დავასრულებთ რეჟიმს, რა თქმა უნდა მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ჩემო ძვირფასებო მე მინდა ერთი რამე გესმოდეთ. მე მაგალითად ხო ერთი ლევან ხაბეიშვილი კონკრეტული ადამიანი მზად ვარ ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის ჩემი ჯანმრთელობის თუ თავისუფლების ფასად, მაგრამ უნდა გესმოდეთ რომ იავარდით მოფენილი ეს გზა არ იქნება. ისინი არიან შეიარაღებულები. ინგა მოდი პირდაპირ თქვა, ერთადერთი ისინი რასაც არ აკეთებენ, რაც ხდებოდა მაგალითად სირიაში ლიბიაში ხო რასაც აკეთებდნენ იყო დახვრეტა იმ ავტომატით ესროდნენ პირდაპირ და ხრეტდნენ ადამიანებს ხო დღეს ამას არ აკეთებენ და თანამედროვე ტექნოლოგიებით არიან ასე ვთქვათ აღჭურვილები მათ შორის მეორე მხარეს მოდი პირდაპირ ვთქვათ არის აბსოლუტურად მშვიდობიანი მოქალაქეები რომლებიც თავისუფლებას იცავენ ისე როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იცავდნენ მაგრამ აი მანდ გვეშლება დემოკრატიულ ქვეყანაში ის რაც ახლა ხდება 3 თვის განმავლობაში აი პირველივე კვირაში იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება რომ გადადგა მთავრობა დაინიშნა ახალი არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიულ ოდნავ დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი ეს უკვე საკმარისზე მეტიც კი იქნებოდა რაც მოხდა ეს დანაშაულები რაც იყო ხო რაც ჩაიდინეს მათ მაგრამ არა ამნაირ მოძალა და ხელისუფლებაში ჩემო ძვირფასებო ძალას უნდა დაუპირისპირო ძალა მე ახლა შეიძლება ისეთი გას გულისხმობ ძალას უნდა დაუპირისპირო ძალა ახლა თამაშის დრო ანუ ისინი რო გვირტყავენ ჩვენც უნდა დავარყავთ როგორ გიკადრებათ ანუ დიახ მარტივ რამეს გეტყვით ახლა მე უყურებ მაგალითად ხო რა ვიცი რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა მე მაგალითად გავეკიდი ახალგაზრდა ადამიანი რო არ ეცემათ და მე რას დამმართეს ნახე ხო შეუძლებელია უყუროთ 30 ადამიანმა 6 პოლიციელი ჭყალებში ფორმაში ხარებას ბანდის წევრი მორბის ჩვენ თანამოქალაქეს იტაცებს და სახიზურებს ასე ექცევა
მოიცა ეს კანონია კაცო მაგათ ვინ მიცაა ამის უფლება და ჩვენ ამას იცით რა არა ჩვენ ხელს ვერ მოვკიდებ რას ქვია უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქე დიახ უნდა დავიცვათ 6 ხარებას ბანდიტი რომ მორბის ვიღაცის საწამებლად უნდა დავიცვათ ფიზიკურად უნდა დავიცვათ და საკადრესი პასუხი უნდა გავცეთ ოღა როცა კანონი არ კანონობს მე მითხარით აი ამ ხალხმა სადიპოვოს სამართალი სადიპოვოს სამართალი ნახევარი სახე წამართვეს ფსიქიკა დამიზიანეს თვალზე პრობლემა თავზე პრობლემა გეკითხებით სადიპოვოს სამართალი დღისით ასე ვთქვათ ზისით ჭყალებში ხო კამერების თვალწინ გამიტაცეს იყო ხარება იყო მილერი ჩემი თვალით ნანახი ადამიანები პარლამენტში ევსთქვი რა მე ეს კაცი მაგნიცკის სიაში და რა მე ავტომატი უჭირავს ხელში მორბის ისევე გვარბებს და თქვენ გონიათ რომ ამათ ესე შვიდობიანად რა არ მოხდება ლევან მოდით მაშინ მითხარით სადამდე მივა სიტუაცია ანუ თქვენ ამბობთ რომ მშვიდობიანი პროტესტით ამათ ვერ მოვერევით ხო ამას ამბობთ ანუ სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივა ეს ყველაფერი თუ მე მირთხა მსხარება მე გადავდივარ საპასუხო ცემატყებაზე თუ ის აბა დამანახეთ მაშინ სურათ მოდი თუ გინდა არ ვისაუბროთ ამაზე რეალობა არის შემდეგი რომ აი ამ ნიღბიან უნომრო ადამიანებს რომელსაც არანაირ გაცდა აქვს რომ არასდროს არ დაიჯებიან, მაგრამ კარგია რომ ეს ერთი მათი თანამშრომელი რომელიც იმიგრაციაში გაიქცა გვარდამაუზდა ამ კაცს შაიშმელაშვილი ამბობს რომ ყველა ვცნობს სახეზე ამ კაცმა ჩვენება უნდა მიცეს ყველა ამ ადამიანის წინააღმდეგ სახელი და გვარებით ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ მათ შორის რა თქმა უნდა სხვა ჩემთან ეთერში რამდენიმე ამოვიცანი ფრაზა თუ ვცნობ ამ ადამიანებს სახელი და გვარებით ამიტომ ნომერი რო არ აწერიათ ამ ადამიანებს შაიშმელაშვილმა რო იცნო 10-დან 8 პირობითად ან 10-დან 10-ვე ეს სახელი და გვარები უნდა დაიდოს ზურფასებო ასევე მე გიორგი გახარიას მიმართავ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო ჩემო ზურფასო მართლა ეხა გვეყო რა რაღაც ესპრანჭიაობა კაცო ყველაფერი კარგი ყველა სქემა კარგად იცის მათ შორის რუსული აგენტურა როგორ მუშაობს საქართველოში გამოვიდეს და მოყვეს ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ერთიანობაზე როცა ვსაუბრობთ იმაზე რომ ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა გავუწოთ ჩვენ მზად ვართ ამისთვის მაგრამ მორჩა მართლა პრანჭიაობის დრო და რაღაცა ტყელტყელი საუბარი კონკრეტულად ინგა მართლა აქ აღარ არის სათამაშო რაღაცა დრო გამოვიდეს და თქვას რა მექანიზმებით მიდიოდა კონვერტით მასთან კონკრეტული განცხადებები რომ უნდა გაეკეთებინა ისევე როგორც მიდის ახლა კობახიძესთან ვიღაცა ამბობს მე არ ამბობს ვიღაცა ცუდად ამბობს მე გადააყენებენ ვიღაცა კარგად ასრულებს მე ის კითხულობს ეს სქემა რო არის რუსული და მოდის ასე ვთქვათ რუსეთის სპეცსამსახურებიდან მათ შორის ყაველაშვილის დანიშვნა როგორ გადაწყდა ეს არის დაცინვა ქართული საზოგადოების რუსეთის მხრიდან ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის შელახვა ანუ რო აი ჯერ არ აღიარებულმა პარლამენტმა და დასვეს ისეთი აი ქოცებისთვისაც მიუღებელი კაცი ხო განცხადებებს რა შეეხება გამახსენდა ეხლავე უკაცრავად უბრალოდ პატარა რეპლიკას გავაკეთებ ეხლა გამახსენდა თქვენი საუბრის პარალელურად როცა თქვით რომ აი რა განცხადებები უნდა გაეკეთებინათო მაგალითად თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე ჩემთან ეთერში ამბობდა რომ უკვე დაწერილი განცხადებები იყო რაზეც ივანიშვილი მაიძულებდა რომ ჩემი სახელი და გვარით მომეწერა ხელი პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი გახარეს თავს არ ვესმე თვითონ უყვარს ხოლმე აქეთ და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ არ დავესხათ თავს საზოგადოება უყურებს ამარ და მართლა ძალიან ძიმე საყურებელია ოპოზიცია ხო რაღაცა ეს არ არის ჩვენგან კაცო ეს საერთოდ არ აქვს ეს ინტერესი პირი ოღონდ მან უნდა ისაუბროს უკვე დროა მახსოვს მე პირველად რომ რაღაცა თქვა რომ არ ამალაპარაკონ უნდა ალაპარაკდეს ამაზე მეტი ამ ქვეყანაში აღარაფერი არ მოხდება შეიარაღებული ბანდფორმირებები შვიდობიან მომიტინგეებს მანიფესტანტებს საქართველოს მოქალაქეებს თავპირს ალეწავენ სახლებში უვარდებიან ქალბატონი მზია ამაღლობელი რა დღეში ჩააგდეს ესე ვთქვათ ხელის წაკულის გამო ხა მე რიმა ბერაძეს კი არაფერს არ ვერჩი ქალბატონია მაგრამ მაგარ რო გაუქანა და იმას პაატამანჯგალაძე თავში ჩაარტყა ის რა ქვია პარლამენტის იმაში მაშინ სამუდამოზე უნდა გაეშვათ ხო ანუ ეხა ეს ნიშნავს ინგა რომ მოვალ ახლა მეში და დაგიჭე როცა მინდა. ინგა ეს არ არის, ეს არ არის სწორედ დამოკიდებულება. ამიტომ იგივე იმ ქალბატონებს ვთხოვ რომ ხმა მოიღეთ, კაცო, ეს არ ნიშნავს იმას რომ აუ მე ხო არ მეხება ეხლა და როგორ ეხლა მე მოდი ეხლა გავჩუმდები რომ მათ შორის არის ქართულოსებაში ხო არიან კონკრეტული ადამიანები. კარგით რა, რომელია იქ ეხლა ხმის ამომღები შემადგენლობა რაც და ერთი რამე მინდა გითხრათ მე მაგალითად და ჩვენ კიდევ ამბობ თავის დროზე არო ეხლა 2003 და 2012 წელს ესეც რუსეთის ესე ვთქვათ ვის უნდა ეს პუტინი ამბობდა რომ იცით რა ამ ხელისუფლებას ქართული ხალხი გასცემს პასუხს და ასრულებს რუსული ნარატივი რაც იყო პროპაგანდა და ამას იყენებენ რუსეთში გადართეთ რუსულ არხებს და ნახეთ ქართული ხალხი ასამართლებს სააკაშვილის ხელისუფლებას ქართული ხალხი ასამართლებს იმ რეჟიმს რომელიც გვებოდა ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლების ნახევარზე მეტი მაციახში არის შეწოვილი თინახიდაშელი წერდა თქო წეღან ირაკლისთან გავიხსენე მე თუ არ ვცდები საუბარში მაშინ დაიწყონ ჯერ მურუსიძის გამოკითხვით ხარებათი მე ხიდაშელსაც მინდა ადეიშვილის ყოფილი მოადგილე მიქანაძე
და ასე შემდეგ, ხო? ყველას პატივისცემით, თუმცა ჩემო ძვირფასებო ნაციონალურ მოძრაობას რო იცით ხოლმე გადარტყმათ, მათ შორის პასუხისმგებელია ეს ხალხი კონკრეტული სახელი და გვარი, ვის თქვით, ამ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურის მოსვლაში მისი თავდაცვის მინისტრი იყო, მის პირობებში გამოუშვეს რუსის აგენტები, აგერამა გვარები, ესე არ არის ინგა, შეიძლება თქვენ ჟურნალისტი ხართ, თქვენ კითხვებს სვამ, თქვენ პოლიტიკოს აქ პასუხისმგებლობა. ხო, მაგრამ ცვლილებებისთვის იდგა მაშინ ეს ხალხი ერთად. იური შკრილნიკოვი რუსეთის მოქალაქე, ცვლილებებისთვის იდგა 2012-ში ეს ხალხი ერთად. ცვლილებები აუცილებელი და გარდაუვალი იყო მაშინ ამ ქვეყნისთვის. არავინ არ ამბობს, სხვა რამის და სააკაშვილის სასარგებლოდ ის უნდა ვთქვა, რომ მან წაგება აღიარა და გადააბარა ხელისუფლება. მაგრამ ცვლილებები იყო აუცილებელი და გარდაუვალი. ყველა ჯერზე შეიძლება რომ კონკრეტული ადამიანები მართლა ჭკუას გვარიგებდნენ. მე კიდე გეუბნებით, მივიღებ ყველა ჭკუის დარიგებას, უბრალოდ ვამბობ, ვახსენებ ყველას, ნუ დაგავიწყდებათ ხოლმე. ანუ როცა ისვრიან ნაციონალურ მოძრაობას, ბიჭო, ნაციონალური მოძრაობა არის თავარი, ასე ვთქვათ, შეტევის ობიექტი ივანიშვილისთვის, თავარი შეტევის ობიექტი რუსებისთვის. თქვენ კაი ხალხო, ხო უნდა გაიგოთ, რომ ფუნდამენტია ოპოზიციის ნაციონალური მოძრაობა. ეს ეხა ვინმეს უნდა თუ არ უნდა, და დღევანდელი პროცესიც ამას ადასტურებს. აგერ კიდევ ამბობ იური შკრილნიკოვიდან დაწყებული არმენ გეორგი პირველი რა იყო? პირველი აქტი რაც ბიზნესმა გააკეთა რუსეთის ჯაშუშების გამოშვება ციხიდან. ეხლა არ ვიცი, გადაამოწმე და ნახეთ შკრილნიკოვები, გეორგიანები, რუსლან გალოგრე, რუბენ შიკოიანი ერთდუა და მაშინ არ მივაქციეთ ვიღაცებმა ყურადღება. იმიტომ რომ მაშინ იყო თქო ცვლილებები აუცილებელი ამ ქვეყნისთვის და იყო თემები, რომელსაც მაშინ ესეთ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ეს არ არის საკამათო. ვიზიარებ. ოღონდ ერთი რამის თქვა მინდა კაცო, სანამ ადამიანები დასყდებიან თქო და ყველა ეპოქაში მუდმივად როგორ შეიძლება მე ხა მართლა როგორ თინა ხიდაშვილზე არ ვსაუბრობ, მაგალითად არის ერთი მოექსპერტო კაცი, რაღაცა კვერცხების კორუფციული რაღაცა სქემაში გაიყო, არ მინდა სახელდაგვარს არ ვიტყვი, იცოდ მოექსპერტო ოცნების წარმომადგენელია, როგორ არა მივხვდები და ეხა ვიტყვი, რჩეველი იყო ბიზნეს ივანიშვილის, ბიზნესს სახლია ჩუქა, დღესაც მე მგონი გამოვშტერდი და ვერ ვიხსენებ, თქვენ მინდა რომ არ მინდა არ არის აი, უბრალოდ მე რა ყველა ეპოქაში მართალი როგორ იყო ეს კაცი, იყო ბიზნეს და მოიყვანა და მერე წლები მისი პროპაგანდისტი იყო ფაქტობრივად მისი მესიჯების გამხმოვანებელი, დღეს ახლა ნაციონალურ მოძრაობას ლანძღავს. ანუ მე იცი რის თქმა მინდა. ჩვენ ახლა ან ვიქნებით ერთიანები და ამ რუსულ ხელისუფლებას დაუპირისპირდებით, ან პოლიტიკოსობანას თამაში, ლიდერობანას თამაში, პარტიულობანას თამაში და მე სხვა პარტიის წარმომადგენელი დაждდება აქ და გადაარტყამს ჭყალებში ნაციონალურ მოძრაობას. ეს არ მიმოჩნია თქო სწორად. ამას ვამბობ, ჩვენ გვჭირდება იმ ხელისუფლებაზე, რომელზეც მე ვლაპარაკობ, რომელიც არის ბანდფორმირება, კრიმინალი, გასული ყოველგვარი კანონიდან და მას არ აღიარებს სხვათა შორის არც ერთი სახელმწიფო, ხო, დემოკრატიულ სახელმწიფოებზე ვლაპარაკობ. ერთი რამე მინდა გითხრათ კიდე, რისი თქმა მინდოდა, ინგა, ნახე როგორ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე და მიაქციეთ ამას ყურადღება. ესე იგი, სირიაში, მათ შორის, ესე იგი, ლიბანში, ხო, ესეთ ტერორისტები იყენებდნენ ესეთ ნარკოტიკულ ნივთიერებას, ეს არის კაპტაგონი, ნარკოტიკი, რომელსაც აძლევენ ტერორისტებს იმისთვის, რომ შემდეგ ესენი ხდებიან ხოლმე სადისტები, უფრო მეტად სადისტურ, ასე ვთქვათ, აი ხო გვინახავს 21 საუკუნეა და თავმოჭრილი ადამიანები და ბავშვებს როგორ ხრეტენ და ასე შემდეგ და ისრაელზე ასე ვთქვათ, ტერორისტული შეტევის დროს, ისრაელის სპეცსამსახურების მიერ აყვანილი ესეთი ტერორისტების დაკავების დროს ხშირი იყო, რომ მათ ჯიბეში სწორედ ეს კაპტაგონი აღმოჩნდა, რომელიც ასე ვთქვათ, მოიხმარება იმისთვის, რომ ეს კაპტაგონი და იმახსოვრეთ ეს, რომელიც ასე ვთქვათ, მოიხმარენ იმისთვის, რომ მე უფრო სასტიკები იყვნენ. მე მაგალითად მათ წარმოდგენა, რომ ამ ადამიანებს, აი ნიღბიანები რომ არიან, მათ შეიძლება ხარებოც. კაპტაგონის ზემოქმედების ქვეშ არიან. ეს არის. თქვენი დასკვნა თუ ინფორმაცია გაქვთ და ამაზე შეხედეთ მათ სახეზე. შეხედეთ, მოდით რა. დააკვირდით მათ არაადეკვატურ სახეებს, მათ არაადეკვატურ მოქმედებებს, მე დასახიჩრებულ ადამიანებს ნაწამებ ადამიანებს, მათ არაადამიანურ მოქმედებას და მითხარით, ფხიზელზე შეიძლება თუ არა ამის გაკეთება. ლევან, თქვენ დროს ხო არ გეტყვით, ერთი წუთი არც არის ეხლა ამისი დრო, მაგრამ თქვენ ირაკლი კობახიძესავით არ გამოგივიდეთ, ჩვენს დროს ცუდე კარგები გახდნენ, ცუდი მოსამართლეებიო, რომლებიც ცუდები იყვნენ მიშას დროს. ანუ ეს ხარება, რომელიც თქვენ ახსენეთ, თავისი მურუსიძე და ზოგადად ეს კოლექტიური მურუსიძე ხარებები, თქვენი მემკვიდრეობა, მაშინ არ ქონდათ ეს კაპტაგონი, როცა ორი გვამის ვიდეოში ფიგურირებდა და ნებისმიერ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას იღებდა. ამ ორ გვამზე მინდა გითხრათ, ამ ორ გვამზე მინდა გითხრათ, თქვენ იცით ეს ორი გვამი რა კონტექსტი იყო, რახან ლაპარაკობთ, რახან საუბრობთ, არასდროს არ დამსაუბროთ და მოდი გიპასუხებთ ამაზე. იცით ეს ორი გვამის, ანუ შინაარსი იცით ამ ორ გვამთან დაკავშირებით? თქვენ მომიყევით აბა რა შინაარსი? თქვენ თუ იცით მართლა მაინტერესებს შინაარსი. მომიყევით რისით? ანუ თქვენი აზრით ინგა, ცოცხალი ადამიანის გვამებს ითხოვდა მაშინ მინისტრი, მართლა მაინტერესებს. თქვენი როგორი აზრი გაქვთ? გვამი ცოცხალი ადამიანის
ნახეთ არ გაქვთ ინფორმაცია. ცოცხალი ადამიანის გვამებს ითხოვ და რას ნიშნავს გვამი გარდაცვლილი ადამიანისა? ანუ რასპი თქვენი აზრით, აი პროპაგანდა რას გეუბნებათ? აი რუსულმა პროპაგანდამ, როცა თავის დროზე ეს ვიდეო გამოაქვეყნეს, 2013 წელს გამოაქვეყნეს, რა გითხრეს 2013-14 წელს აი ვანო მერაბიშვილის მითხარით თქო თქვენ ისიც თქმა. თქვენ ხო გჯერათ. თქვენ რა გაიტე? მე ის მჯერა რომ ვანო მერაბიშვილის გვერდზე იდგა ეს ხარება და ეს რაღაცა ჯანდაბა კაპტაგონი მაშინაც ქონდა მიღებული თუ არ ქონდა? 2009 წელს მუხროვანის ასე ვთქვათ აჯანყების დროს სამხედრო დაზვერვას ქონდა ინფორმაცია და მათ შორის ძალოვან უწყებას რომ მუხროვანის ამბოხში მონაწილეობდნენ რუსი ინსტრუქტორები და არსებობდა ინფორმაცია როცა ეს შინაგან საქმეთა მინისტრი მარტო მინისტრი ერთი კონკრეტული სამსახურის ხელმძღვანელობა კი არ იყო მთელი ძალოვანი უწყების სამსახურის ხელმძღვანელობა იყო მობილიზებული მუხროვანის ასე ვთქვათ ამ ამბოხის დროს კონკრეტულ ბაზაზე და იყო ინფორმაცია ინგა რომ ეს რუსი ინსტრუქტორები მიამბოხეებმა იმისთვის რომ შეიტყვეს რომ აქ სპეცოპერაცია ტარდებოდა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია და გვამები გადამალეს ანუ რუსი ინსტრუქტორების და მინისტრი ითხოვდა ამ რუსი ინსტრუქტორების გვამებს იმისთვის რომ ეს იყო მტკიცებულება რომ რუსეთის სპეცსამსახურები იყო ჩართული მოდი კიდე კარგად აგიხსნით ნახე მინისტრი ითხოვდა მოკლული ორი რუსი ინსტრუქტორის გვამს მტკიცებულებისთვის რომ ისინი ნამდვილად იყვნენ ბაზაზე და მე ამათმა გადამალეს. ეს იმას აცვლის რომ ხარება ედგა თქო გვერდზე, მაშინ ვანო მერაბიშვილს არ მინდა ამ წარსულზე ლაპარაკი ლევან. არა, მე გითხეთ კი არა, უბრალოდ შეგახსენეთ რომ თქვენგან და თქვენ პიროვნულად არა, თქვენი პოლიტიკური პარტიისგან დანატოვარია და ეს ხალხი და დღეს როცა საგამოძიებო კომისიით გემუქრებოდნენ თქვენ და გემუქრებიან უფრო სწორედ ლუკიანი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ოცნების წარმომადგენელი უპრიანი იქნება ეს თინას დავეთანხმებით ხო ხარება მურუსიძე და სხვები დაიბარო ვიდრე ლევან ხაბეიშვილის დაიბარება რომელიც მაშინ ალბათ ძალიან პატარა იყო და არაფერ კავშირში არ იყო იმ ყველაფერთან რაც ქვეყანაში ხდებოდა ნახე პროპაგანდაზე რატო გითხარით აი მუხროვანზე გითხარით რომ აი ორი რუსი ინსტრუქტორის გვამს ითხოვდა რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობდა ამბოხში მტკიცებულებისთვის ეს სხვათა შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღბეჭდა ეს რამე ფარული გადაღება კი არ იყო და მე რო წავიდა მინისტრი კი არ გაანადგურეს ეს ფაილები იდო და მე ამათმა გამოიყენეს პროპაგანდისთვის ნინგარ ისიც თქმა მინდა იცით თქვენც უნდა გაიაზროთ დღეს გეუბნებიან ნინგარ რომ 20 21 წელს 22 წელს ბიჭები არიან სახელმწიფოს გადამტრიალებლები გეუბნებიან გიყვებიან სასამართლო პროცესებზე რომ ანატოლი გიგაური არის სახელმწიფოს ატრიალებდა ვიღაცას უწყებოდა უწევდა წინააღმდეგობას ანუ ეს პროპაგანდა ხო კონკრეტულ ადამიანებამდე დავიდა ეს ხო აღარ არის თანამდებობის პირებზე ხო იგივე აი მზია ამაღლობელთან დაკავშირებით რომ აი ესეთი ცუდი როგორი კანონ დარღვევია და აი როგორი მოძალადია და ანუ მე ნახეთ რისი თქვა მინდა როცა თქვენ დღეს ხო მაინც გავიაზრეთ რომ როგორი პროპაგანდა მუშაობს და ასე ვთქვათ საქართველოში ხელისუფლების მხრიდან ერთია რომ მაშინ თავის დროზე ოპონენტებს აშავებდნენ და ესე პატარა ვიდეო სადღაცა ჭორი სადღაც რაღაცა გააშავეს და დღეს უკვე ეს სისტემა დაუპირისპირდა კონკრეტულ ადამიანებს ხო და აი მოდით ეხლა ლევან კითხვაზე გითხარით და მინდა რომ გავაქცევო გინდათ განაგზო ხო რა რისი თქვა მინდა საუბრობდით კაპტაგონზე კაპტაგონი და მე მინდა ნარკოტიკებზე რამდენიმე ის სამოვიღეს 2024 წლის 13 აგვისტოა და აგერ არის კიდე 2023 წლის მაისი და აპრილი ერთი არ მოკლე რამე მე ისი რა მინდა რომ შევახსენო საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილი როგორი კრიმინალია როგორი რა საქმიანობით არის დაკავებული 2022 წელს 13 აგვისტოს ბულგარეთში საქართველოს გავრით 436 კილოგრამი ჰეროინი შეიტანეს და ამას ამბობს პროკურორი ბულგარეთის საოლქო პროკურორი რომელიც ამბობს საქართველოს გავრით 436 კილოგრამი ჰეროინი იმასკნეს რა ქვია შეიტანეს ასევე ნარკოტიკული ნივთიერება 400 კილოგრამი აპრილში და 80 კილოგრამი მაისში ფოთის პორტში ამერიკელების და ბელგიელების დაჟინებული მოთხოვნით იძულებული გახდა საქართველოს ძალოვანი უწყება რომ ამოეღო ინგა მე მინდა გითხრათ რომ დღეს საქართველოს მართავს ნარკოკარტელის ბოსი ბიძინა ივანიშვილი. აგერ მხოლოდ ორ რაღაცა კონკრეტულ ამბავზე გიყვებით, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით არის ეს და ამოვიღე ამიტომ ეს დოკუმენტები რომ აგერ იყოს, აგერ ბულგარეთის საოლქო პროკურორი ამბობს, ფაქტობრივად ნარკოტიკების ჰაბათ აქცია ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს და მეცაც გეტყვით, გარდა იმისა, რომ საქართველოს გავლით ეს კაცი მილიონებს და მილიარდებს შეულობს მაგალითად ნარკოტიკებით და ამაში ჩაბმული არიან ის ოლიგარქები, რომლებიც არიან დღეს სანქციების სამიზნე, იგივე ვანო ჩხარტა
ჩხარტიშვილი, რომელიც ფოთის სპორტში მის გარეშე ჩიტი ვერ გადაფრინდება და ცხადია, როცა ნარკო კარტელები ხდება და ასე ვთქვათ, ნარკოტრაფიკიორები ამ ნარკოტიკებს დაატარებენ ფოთის სპორტის გავლით ხდება ევროპაში, ცხადია, ამის საქმის ყურში იქნება ბიძინა ივანიშვილთან ერთად სავარაუდოდ ვანო ჩხარტიშვილიც. ამიტომ ეს ხალხი არის ძალიან დიდ დანაშაულებში გასული და დღეს გაიარეთ ქუჩაში, აბა ყველგან ნარკოტიკების ის არის, რა ქვია, ყრია ყველა ქუჩაში, ყველა სადარბაზოში, ყველა ეზოში და ყველა კორპუსში, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის ახალგაზრდები გააუბედურა ბიძინა ივანიშვილმა და ხევარზე ძალიან დიდი რაოდენობა შესვა ნარკოტიკზე. და გაიხედეთ, მოდი ამოიღეთ სტატისტიკა მედიამ და ნახეთ უკანასკნელი 2-3 თვის განმავლობაში რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა ნარკოტიკებით. ნახეთ ეს ყველი ნარკოტიკები, რომელიც აბსოლუტურად უკონტროლოდ შემოდის საქართველოში. ინგა ჩვენ რაღაცას ვამბობთ, ამას იხენებენ თქვენი აზრით, აი ამ ახალგაზრდებში, რომლებიც მერე გამოყავთ ადამიანების დასარბევად, ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშს ჯერ ერთი რომ მილიონებს შეულობენ, მერე მეორე რომ სავარაუდოდ ამის ზემოქმედების ქვეშ მერე აწამებინებენ ადამიანებს და მერე მესამე იყენებენ, მათ შორის ქართველი ახალგაზრდობის მოსაკლავად პირდაპირ მნიშვნელობით კვლელ ნარკოტიკებს და თქვენ კიდე გეუბნებით, ამოიღეთ კონკრეტული ინფორმაცია, რამდენი ახალგაზრდა არის გარდაცვლილი ნარკოტიკებით უკანასკნელ ეს ხო მე უბრალოდ ანუ ვინაიდან წეღანა ამ წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი სავარაუდოდ ძალოვანების შესახებ საუბრობთ, ეხლა ეს არის სირიაში აპრობირებული მეთოდი, ლიბანში, ანუ აი ეს ბოლო აპრობირებული მეთოდი ინფორმაციას რუსეთში. წავიკითხავ ლევან, თუ შეიძლება გაგაწყვეტინებ, რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს TV პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, რომელიც ქართლის ბიუროს ოპერატორია, ის მანქანით წაიყვანეს, ამ წუთებში ვარკვევთ სათყავთ გადაყვანილი და ჩვენ გვექნება აუცილებლად პირდაპირ ჩართვა ამბის შესახებ. ეს არის ლაშას დაკავების კადრები, რასაც ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ, რომელიც გადაიღო იქ მყოფმა მოქალაქემ, ერთ-ერთმა მონაწილემ აქციის და გაავრცელა Facebook გვერდზე. შეგახსენებთ, რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს TV პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, რომელიც ჩვენი ქართლის ბიუროს ოპერატორია, ის მანქანით გაიტაცეს და ამ წუთებში ვარკვევთ სათყავთ წაყვანილი ბოლო ინფორმაციას და ყველა დეტალს აუცილებლად შეგატყობინებთ პირდაპირ ეთერში. ანუ ეს არის, რომ ნახეთ ადამიანებს იტაცებენ და ჩვენ ამ დროს ვამბობთ, რომ ანუ იმიტომ ვიძახით, ძალიან მძიმე პერიოდი გველოდება და უნდა ვიყოთ მობილიზებულები, კაცო, არ უნდა მე ამ ნარკოკარტელებზე, ამ მკვლელობებზე, ამ სადიზმზე იმიტომ ყვები, რომ გვესმოდეს როგორ რეჟიმთან გვაქვს, კაცო, საქმე ინგა, ვიღაცას გონია, რომ ეხა ბიძინა ივანიშვილი, როგორ გონიათ ამ ნარკოკარტელის ბოსი, ეხა ესე მარტივად ათმობს ხელისუფლებას. ნარკოკარტელის ბოსი, კიდე გეუბნები. როგორ ვათმობინებთ ხელისუფლებას? გეუბნები ძალას უნდა დაუპირისპირო ძალა, ეს არ არის თამაში. მორჩა, თუ ვინმეს რამე ილუზია ქონდათ, რომ მინიმუმ შესაძლოა კოსმეტიკური რაღაცა ის ქონდა ჩატარებული, რომ აი დემოკრატია და აი თავისუფალ, აი ადამიანები. მათი უმრავლესობა არის რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული. ვარ პასუხისმგებელი. მაღალი თანამდებობის პირების დიდი უმრავლესობა ან არის კომპრომატირებული, ან დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან. და მათ შორის ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ინიშნება დღეს ფაქტობრივად, გადის ესე რუსეთის რაზვედკის იმას, რა ქვია, თანხმობას. თქვენ ხوار გონიათ, რომ ვინმე თანამდებობის პირები ისე ინიშნებიან, რომ აი გიდა გეუბნებით, ყაველაშვილი არის ამის ნათელი მაგალითი, კაცო. ამის ნათელი მაგალითია, როგორ ესე იგი რუსეთის სპეცსამსახურების და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. თანამდებობის პირი, უშიშროებაში ადამიანები, მერე სპეცსამსახურები. თქვენს განცხადებას, რომ ძალას უნდა დაუპირისპიროთ, ძალა აუცილებლად მოყვება ეგრეთ წოდებული ხელისუფლების რეაქცია. დასახეჭრებულა და სადვიპოვო სამართალი გეკითხებით. მე საწოვიდე მითხარი რა გეუნები კაცო თვალიდან ან მიყურები ან არა ეხა კიდე ხო იმას ვარ დავიწყებ არა და არც ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს ჩემთან. შეხედეთ ამ ახალგაზრდებს კაცო ნახეთ ეს ნაწამები ადამიანები ნახეთ ამათი თვალები ნახეთ კაცო ეს ადამიანები ნახეთ ადამიანებმა სადიპოვო სამართალი. ვკითხულობ ხო ეხა ნახეთ და ამასობაში კიდე ნარკოკარტელის გარდა ინგა იცით რა თქვენ ეთერში ყავდა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი ხო მე წამოვიღე აგერ აი ბრალთან დაკავშირებული რა პროკურატურასაც უწერია. ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი ოლიგარქი საქართველოსში რა ხო გვიყვებოდნენ ზღაპრებს რომ საქართველოსში ბიზნეს აბა ფული სადიშაო ბიძინა ივანიშვილი აგერ წერს რომ საქართველოსში რას ედავება 1 მილიარდს ზუსტად უნდა ვნახო 921 მილიონ დოლარამდე დღევანდელი მდგომარეობით რასაც ედავება ბიტკოინს 921 მილიონი დოლარი ესე იგი დაახლოებით 2 მილიარდ ლარამდე ინგა 2 მილიარდ ლარამდე
რომელიც გამოიმუშავა საქართველოში გლდანში ბიტფურის იმას გულისხმობ, რა ქვია, დაწესებულებას, რომელშიც შექმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ იქ ან გადასახადებს საერთოდ არ იხდიდა, ან თუ იხდიდა ელექტროენერგიაში, იხდიდა სამჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე დღეს საქართველოს მოქალაქე, მარტო აი ნახე მან რაც დაწერა. თქვენც ხო გჯეროდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ შეუძლებს საქართველოში ფულს. აგერ დაწერა ბრალში, რომ 2 მილიარდ ლარს ედავება გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც გამოიმუშავა მხოლოდ ბიტფურში, გლდანში. ეს რას ნიშნავს, ხვდებით თქვენ? ანუ თქვენ ხვდებით მასშტაბს ამ კაცის ძარცველობის და მტაცებლობის, როცა 2 მილიარდი მოიპარა პირდაპირ მნიშვნელობით და მოიცა ბიტფური რატო არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, დასაქმებულია ხალხი, მუშაობს, მაღალი ხელფასით რა, ბიტკოინები გამოიმუშავა, ბიძინა ივანიშვილი გადასახადები არ გადაიხადა. ხო ეს ამაში 2 მილიარდს ედავება გიორგი ბაჩიაშვილს. ერთი კონკრეტული სტატისტიკაც მინდა გითხრათ, ბიტფურმა 2021 წელს 434 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა. ეს იმდენია, რაც რკინიგზამ 2021 წელს 5-ჯერ უფრო ნაკლები მოიხმარა, ვიდრე ბიტფურმა. და ეს რაზე მეტყველებს ლევან მაყურებელმა რომ გაიგოს კარგად მინდა რომ ამბობ. დონე ნახეთ, აი ნარკოკარტელებზე გეუბნებით, მტკიცებულებებით, რომ აგერ ფოთის სპორტი, ესე იგი ჩხარტიშვილთან ერთად აქციეს რაღაცა ნარკოკარტელების გადაადგილების ბუდეთ. ხო, მით უმეტეს იქ უკრაინაში ომის პირობებში ახალი გზები მონახეს, რაღაცა შავი ისენი გზები მონახეს და შესაბამისად ტონობით, აგერ არის კიდე გეუბნებით მტკიცებულება, ტონობით ნარკოტიკული ნივთიერება ხდება საქართველოში. და ამ ნარკოკარტელის ბოსი არის ბიძინა ივანიშვილი. აგერ ელექტროენერგიით გეუბნებით, რომ ელექტროენერგია ბაჩია ოღონდ ეს დასკვნაში თვითონ წერს, რასაც ედა, მარტო რასაც ედა ბაჩიაშვილსაც ედავება. 2 მილიარდ ლარს ედავება ბაჩიაშვილს, რომელიც აქ გამოიმუშავა. კი ბატონო, მოდით მე კიდევ ერთხელ ვეთქვი მაყურებელს, პოლიციამ ტევე პირველი სოპერ თანდათან ვეწევი ამბებს, არ გაგიკვირდეთ რომ ხანდახან ტელეფონში ვიყურები პოლიციამ ტევე პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა შემთხვევა დღეს თბილისში ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და ჩვენ ვარკვევთ დეტალებს აუცილებლად მივაწვდით მაყურებელს ბოლო ინფორმაციას ეს არის დამკავებლები კი ეს არის ვინ არის ნიღბიანები საერთოდ აქ პოლიცია არ არის მოქალაქე ეს როგორ უნდა ვიცოთ რომ პოლიციელები არიან თუ ყაჩაღები სად აქვს საერთოდ ხო და აი ახლა რა მინდა რომ მკითხოთ კაცმა არ იცის ვის რა ცვია ვინ ხდება ადამიანებს ვინ გირტყამთ ვინ გასახიჭრებთ რა იქნება წინ ეხლა მაინტერესებს რომ მკითხოთ ლევანელი თუ არა თქვენ ან თქვენი პარტიის დანარჩენი წევრები რომ ივანიშვილი რომელიც შესათავაზებელს ვეღარაფერს ხედავდა წინასაარჩევნოდ საკუთარი ამომრჩევლისთვის და პირდებოდა რომ გავანადგურებთ ნაციონალურ მოძრაობას და დღეს ოღონდ ესეც უნდა დავამატო მისთვის ყველა ნაციონალური მოძრაობა ყველას კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას უწოდებს თქვენც გაგიშვებთ ყველას ციხეში. აი წოლუკიანის მუქა რა. რა თქმა უნდა, ხა თქვენ გინდა გითხრათ, რომ აი მოლოდინი არ მაქვს ხარ ასე. ესენი ყველაფერს იზამენ. ეხა აი ხო შემოვარდნენ ნიღბიანები. რა ვიცი, ავტომატებით ხელში თქვენ გონი გამიგურდება. ეხა და ვიტყვი რომ უიმედე და რა ხდება? მე საერთოდ ამათგან არაფერი არ გამიგურდება. ეს ნიღბიანი, კიდევ ამბობ, შეიარაღებული ხალხი არის აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელი. ინგა, ხო და თქვენ ამბობთ რომ ვინ გვირტყავსო მაგალითად. ერთი რამე უნდა შეგახსენოთ. გახსოვთ 17 მაისს რომ გაურკვეველი ხალხი გამოვარდა და ასე ვთქვათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხო, ხო გახსოვთ ეს. მე ყველაფერი ვიცი ვინც გვითხავს. ინგა. თქვენ გახსოვთ ხო ჟურნალისტებს, სადაც ჟურნალისტები და ლექსო ლაშკარავა ემსხვერპლა, ხო? აქ 1-3-5 ადამიანი ხო იყო თავმოყრილი ვიღაცები გაურკვეველი ხალხი. იყო. მე გახსოვთ ლისის ტბაზე რომ ავარდნენ და რაღაცა ასე ვთქვათ ადამიანებს დაუპირისპირდნენ. ეს ადამიანები, აი მოდი გავიხსენოთ. აბა აღიდგინეთ. ეს ადამიანები გამოჩნდებოდნენ ინგა და მე გაქრებოდნენ. ესენი ხო ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეს 5000 კუნთმაგარი კაცი არ მონაწილეობდა. ანუ თქვენ უსებ დაინახავთ რომ ვიღაცები გამოვარდნენ, იჩხუბეს ტელეკამერა, დაამტვრიეს ყველა შევიდნენ. გავიდო და ერთი წელი კიდე გამოიყვანდნენ. ინგა, ეხლა ნახეთ რა შეასაქმე. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ რუსეთის სპეცსამსახურებთან, რუსეთის სპეცსამსახურები მთელი ამ წელს განმავლობაში მათ შორის აი ცდებს აკეთებდა ამ ადამიანებს დაავალებდა კონკრეტულ დავალებას, გამოიყვანდნენ საჯილდაოდ, საჩხუბრად, აცემინებდნენ ჟურნალისტებს, აცემინებდნენ ადამიანებს, მერე გააქრობდნენ. და დღეს როცა დაჭირდათ და ნენელა ემზადნენ, ამ ნახევარზე მეც ნიღაბია გადაცმული, მიცეს სრული ძალაუფლება, მიცეს ხელკეტები, მიცეს ზიარაღი. მოიცა, თქვენ რომ მკითხეთ, რომ აი მაშინ, აგერ შაიშმელაშვილმა თვითონ თქვა, რომ გაუქმეს ყოველგვარი წესები, როგორ იღებდნენ თანამშრომლებს და დღეს ეს ხალხი შეყარეს იმაში.